ქართული ოცნების ორი დეპუტატი ზურაბ ტყემალაძის და შოთა ხაბარელის ბიზნესის შესახებ უნდა გიამბოთ. ერთი შეხვედრით ყველაფერი წესრიგშია, კანონი დაცულია, ნებართვა გაცემული, მაგრამ ეს არის ბიზნესი, რომელიც ბევრ სხვა შემთხვევაში ყველას გვაზარალებს. ფაქტია, რომ მშენებლობის ბუმი თბილისს სულ უფრო უსახურს და საცხოვრებლად უვარგის ხდის. დედაქალაქის მერია ისე უპრობლემოდ გასცემს ნებართვებს, თითქოს დავით ნარმანიას მილიონი ხის კი არა, მილიონი კორპუსის აშენების პირობა დაედოს. ქართული ოცნების ორი დეპუტატის შემთხვევა კი იმითაც არის გამორჩეული, რომ არა მათი გავლენა სავარაუდოდ არც ერთი მოხელე არ გასცემდა მშენებლობის ნებართვას იქ, სადაც ორი ახალი კორპუსი უნდა აშენდეს. ჩვენი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მუშაობდა ამ თემაზე, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნოდარ, რა კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომ ამ კორპუსების მშენებლობის მიღმა მართლაც ქართული ოცნების დეპუტატები დგანან? მტკიცებულებები არის საკმაოდ მყარი, ეს არის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტაცია ზურაბ ტყემალაძის შემთხვევაში. აქ წერია, რომ ამ ფართის მიწის ფართობის მფლობელი ზურაბ ტყემალაძე და მისი ოჯახის წევრები არიან. შოთა ხაბარელის შემთხვევაშიც კი შოთა ხაბარელის კომპანია შპს ოლიმპი პლუსი. მოდი ვისაუბროთ მიმდევრობით ამ ორ საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეზე. ურბანისტები ამბობენ, რომ მოახლოეს მომავალში თბილისის ცენტრში, კერძოდ კი ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შეუძლებელი იქნება და ამ გამზირს კატასტროფა ემუქრება. თბილისის მერია ინტენსიურ რეჟიმში ცენტრალურ გამზირზე ცათამჯენების მშენებლობის ნებართვას გასცემს. თუ ეს არ არის ცათამჯენი, ყოველ შემთხვევაში არის ძალიან მაღალი კოეფიციენტის მქონე კორპუსი. აქედან გამომდინარე ურბანისტები შეშფოთდნენ და დაიწყეს გარკვევა. რეალურად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. გაირკვა ერთი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 59 ნომერში შენდება ახალი 19 სართულიანი კორპუსი, 1 სართულიანი რესტორნის ნაცვლად და იქ არსებობს ეჭვი, რომ ტროტუარის ერთი ნაწილით საცხოვრებელი კორპუსის ფუნდამენტისთვის იქნება გამოყენებული. ამ მიწის მფლობელი არის პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან შოთა ხაბარელი, რომელიც ამბობს, რომ ბანკში ქონდა ჩადებული ეს მიწა, კრედიტი ვეღარ გადაიხადა და იძულებული გახდა, რომ მისივე პარტიის ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისათვის ვალის დასაბრუნებლად დიდი კორპუსი აეშენებინა ჭავჭავაძის გამზირზე. ამ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, ნებართვაც გაცემულია. რაც შეეხება ზურაბ ტყემალაძის შემთხვევას, ეს არის მზიურის ცენტრალური შესასვლელის მომიჯნავე ტერიტორია, იქ სადაც ზურაბ ტყემალაძის საცხოვრებელი სახლი არის განთავსებული. რამდენიმე ეტაპად მოხდა ამ ტერიტორიაზე ზონალური ნიშნების შეცვლა და მისთვის იქ უფლების მიცემა, რომ შესაძლებელია მზიურის თავზე აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსი. ჯერჯერობით თბილისის მერიას ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვა არ გაუწია და თავად ზურაბ ტყემალაძის შვილიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე პოსტსკრიპტუმთან საუბრისას ამბობს, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სანამ კონკრეტული ცათამჯენების უკან კონკრეტული პოლიტიკოსების ინტერესები დგას, ურბანისტები კი კატასტროფულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ თბილისს და ამბობენ, რომ ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. დავით ნარმანია უკვე წელიწად ნახევარია მერია, პრაქტიკულად ნახევარი თავისი უფლებამოსილების შეასრულა, თუმცა ამის მიუხედავად არ შეასრულა მთავარი დაპირება, რომ საქართველოს დედაქალაქს ჰქონდეს განვითარების გენერალური გეგმა. ეს არის ფაქტია, რომ პარკი აქ უზარმაზარი კორპუსი ისედაც გადატვირთული ჭავჭავაძის გამზირის კიდევ უფრო გადატვირთვას გამოიწვევს, კიდევ იქნება შეფერხება შუქის და არ უნდა დავამსგავსოთ ყველაფერი აი სპორტის სასახლის უკან ტერიტორიას, რომელიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება ცუდი კანონებით მივიღოთ. იქაც ყველაფერი ბჭყალებში კანონიერად აშენდა. ასე გამოიყურება იმ 44 მეტრიანი კორპუსის მაკეტი, რომელსაც მზიურის ცენტრალურ შესასვლელთან ააშენებენ. თბილისის მერიამ აქ ამ ადგილას ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხი უკვე განიხილა და მიწის მფლობელს მწვანე შუქი აუნთო. ჭავჭავაძის გამზირი 21-ია. საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტები დგინდება, რომ ეს ტერიტორია პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის და მისი ოჯახის საკუთრებაა. 15 სართულიანი შენობა, რომელსაც დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ერთსართულიანი სახლის ნაცვლად ააშენებენ, ნოდარ დუმბაძის ბიუსტის უკან განთავსდება. 15-დან 2 სართული მიწის ქვეშ ავტოპარკისთვის იქნება განკუთვნილი, დანარჩენი 13 კი მიწის ზევით. მერიაში წარდგენილი სავარაუდო მაკეტის თანახმად, საცხოვრებელ კორპუსს წინ კიდევ 2 სართულიან ობიექტს მიაშენებენ, რომელიც კომერციული საქმიანობისთვისაა განკუთვნილი. აქ შენობის აშენება ჯერ ერთი ეს არის მზიური, რომელსაც უნდა გაუფრთხილდა თითო სარეკრეაციო ზონას. შეიძლება არ ქონდეს სტატუსი, მაგრამ ეს ყველაფერი არის საბუთები, გადასახედი არის, მაქსიმალურად მისახედი არის. რასაც ეს მთავრობა შეგვპირდა და რა თქმა უნდა არაკეთებს, პირიქით ყველგან ცდილობენ დადგმას, იძულებულს ხვდიან, რომ აი ამ სტრესის გაქცევის მიზნით ვიფიქროთ ქალაქიდან წასვლაზე. ეს არის მოსახლეობის ქალაქიდან გაყრა, რომ ვიღაცა ერთეულებმა იშოვონ ფული.
ამითი ქალაქი უფასურდება. ვერაზე, სადაც მე ვცხოვრობდა, რომელიც იყო როდესაც ძველი უბანი და ეხლა დაემსგავსა თემქას და გლდანს, ფასები დაეცა და ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ეს არის ქალაქის გაუფასურება. ეს არ არის ინვესტირება, ეს არის ვიღაცა ერთეულების დროებითი მოგების ნახვის გამო ქალაქის გაყიდვა, რომელიც აბსოლუტურად კარგავს ფასს. 54 მეტრი. პარტიზანი მებაღე ნატაფერაძე მერიისამ გადაწყვეტილებით გაუგნებულია. ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის მშენებლობა მზიურის ცენტრალურ შესასვლელთან თბილისის მოსაკლავად გასროლილი კიდევ ერთი ტყვია იქნება. ზურაბ ტყემალაძის სახლამდე მისასვლელი გზა იმდენად ვიწროა, რომ თუ კი იქ გზის გაფართოება არ მოხდება, სამშენებლო მანქანებიც კი ვერ იმოძრავებენ. ვიწრო ჩიხის გასაფართოებლად კი ერთადერთი საშუალება დუმბაძის ბიუსტთან მდგარი ნაძვების მოჭრაა. პრობლემაა მოჭრია ხეთ, გზას გაიყვანენ. ხო, ეს სამი ხერო მოჭრან ეს ძალიან მოჭრიან, აბა რას იზავენ, აბა ხა რანაირად ხა ამ ხელებს სამშენებლო ტექნიკა საიდან უნდა მიუდგეს. შეიძლება უკნიდან უარონ იმ ვიწრო არკიდან აკადემიისად. გამორიცხული არ გაუშვებენ. პოსტსკრიპტუმმა ყველა დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც თბილისის მერიამ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ოჯახის წევრების კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ მოამზადა. საბუთებით გინდება, რომ ამ თემაზე თბილისის მერიაში რამდენიმეჯერ იმსჯელეს. თავდაპირველად 2015 წლის 9 ივლისს, როდესაც ტყემალაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელიც მზიურს ესაზღვრება, სტატუსი შეუცვალეს. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ტერიტორიის ერთ ნაწილს სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა. მას კი სპეციალურმა საბჭომ საზოგადოებრივ საქმიანი ზონის სტატუსი მიანიჭა. ანუ მარტივად რომ აგიხსნათ, იქ სადაც გამწვანებული ზოლი უნდა ყოფილიყო, მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა. ამ დოკუმენტს ხელს ეკონომიკის მოქმედი მინისტრი და მაშინდელი ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი აწერს. მეორე ეტაპზე მერიამ იგივე მიწის ნაკვეთზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების შეცვალა და მის მფლობელს ჯამში 5900 კვადრატულ მეტრამდე ფართის აშენების უფლება მისცა. ეს საკითხი 9 კაციანმა კომისიამ განიხილა. 4 წინააღმდეგი იყო. ერთხმიანი უპირატესობით დადგენილება მაინც მიიღეს და მას ხელი უკვე ქალაქის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ მოაწერა. აი რას ამბობდნენ კომისიის წევრები ზურაბ ტყემალაძის მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ. არ არის მისაღები განვითარდეს დადგენილი პარამეტრებით. კარკასის მეორე რიგში უფრო მაღალი ინტენსივობის ობიექტის გაჩენა მიუღებელია. რეკრეაციასთან მიმართებაში არ არის გათვალისწინებული მზიურის შესასვლელი, არ აქვს ჯანსაღი მისასვლელი. ანა გოგოაძე მზიურის მცველია. წლებია ის ცდილობს 1982 წელს აშენებულ პარკს ახალი სიცოცხლე აჩუქოს. ხანგრძლივი შრომის შედეგად მოიპოვა ამერიკული გრანტი და ახლა მზიურში შენობების გარემონტებას და მისთვის ახალი ფუნქციის დაბრუნებას გეგმავს. როდესაც გაიგო, რომ პარკის შესასვლელთან მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება, გაუგნდა. ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და მზიურს სამშენებლო მოედნად არ გადააქცევს. ჩვენი მხრიდან, აი ვინც ამ ახალი მზიურის პროექტს გახორციელებას ვაპირებთ, კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რომ მან აშენდეს კორპუსი. ეს არის წარმოდიეთ იმ ადგილას, სადაც აპირებენ ამ კორპუსის აშენებას, არის კედელი, რომელიც იცავს ამ ადგილს, ხო? მაგ ზუსტად მაგ ქვემოთ იყო ნოდარ დუმბაძის საფლავი. კორპუსის პირდაპირ უყურებს ამ ნოდარ დუმბაძის ბიუსტს. არც ხვენიათ. შუბლის ძაღლი თუ გაგიწევდა ადამიანს, ნოდარ დუმბაძის ვიდეო არის, მე ძალიან იოლიო ცხოვრება და ჩართო რა ეგ ვიდეო. ჩვენ თუ ამბობთ, რომ ვაშენებთ რაღაცას გარეთ, რომელიც არის მზიურში, რა ხდება, როდესაც დაიწყება მშენებლობა, როგორ აპირებენ ამ მშენებლობის დაწყებას. მთელი სამშენებლო ნაგავი ჩამოვა მზიურში, ფაქტობრივად მზიური მთლიანად დაბნელდება და ისე ვიღებთ იმას, რომ არავინ არ ფიქრობს რა იქნება ამ პარკში. ზურაბ ტყემალაძეს დავურეკეთ და ვკითხეთ, თავად როგორც პარლამენტის წევრს, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მისი სახლის ნაცვლად მზიურს თავზე 44 მეტრიანი შენობა დაკიდონ. გითხრა, რომ სახლიც და მიწაც ნამდვილად მის ოჯახს ეკუთვნის, მაგრამ ახალი მშენებლობის შესახებ არაფრის თქმა არ სურს. არა ვარ მაგის სახლის გოში და ესე პრაქტიკა გამოდიდება ეპიზოდები. ხო, მაგრამ სახლი ხომ თქვენია? მე არა ვარ სახლის გოში და პარაფას ვერ გეტყვით. შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და ზურაბ ტყემალაძის შვილს, გიორგი ტყემალაძის ვესწრებთ. კითხეთ, ნამდვილად გეგმავენ თუ არა ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მზიურის შესასვლელთან კორპუსის აშენებას. რეკრეაციული ზონის ცვლილება არ მომხდარა. ეს გახლავთ ორი მიწის ნაკვეთი, ორი მომიჯნავე ნაკვეთი, რომელიც გახლავთ ჩვენი და ჩვენი მეზობლების საერთო საკუთრება და ამ მიწის ნაკვეთზე იყო დამზადებული მხოლოდ რენდერის ტიპის, ასე ვთქვათ, ესკიზი, რომელიც ითვალისწინებდა არა 14-15 სართულიანს, არამედ 8-9 სართულიანი სახლის მაკეტს, ასე ვთქვათ. თქვენი ირგვლივ შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ არის
ძალიან ბევრი მრავალსართულიანი, ძალიან მასშტაბური, უკვე ახლად აშენებული და რამოდენიმე წლის წინ აშენებული კორპუსები. მიუხედავად ამისა, ნამდვილად დღეს და ხვალ აქ ჩვენ მიწის ნაკვეთებზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება, თუმცა სავარაუდოდ შეიძლება რამოდენიმე წლის მერე, როდესაც დადგეს აქტუალური და იქნეს მესაკუთრეების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რათა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდეს. ამის შემდეგ ქალაქის მთავარ არქიტექტორს ვკითხეთ, რატომ აუნთო მწვანე შუქი მზიურის შესასვლელთან კორპუსის აშენებას. მერია ახალ მშენებლობაში პრობლემას ვერ ხედავს და იმასაც გვეუბნება, რომ მალე ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსების სართულები კიდევ უფრო გაიზრდება. სივრცე საკმაოდ უკანას დიდი აქვს მზიურის მხარეს და წინა მხრიდან ჭავჭავაძის გამზირია. ეს არის პირველი ნაწილი კარკასის მოშენების, ამიტომ ისედაც ჭავჭავაძეზე დასაშვებია ამ სართულის სიმაღლეობა და ამხელა კოეფიციენტის მოშენება. თქვენ ამას ხედავთ და არც მეგონი დიდი დისკომფორტს, თქვა არქიტექტურული თვალსაზრისით და მოცულობის თვალსაზრისით ეს არ ქმნის იქ. ასე რომ მე მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ დასაშვებია, რა თქმა უნდა. პრობლემა სპეციალისტებიც ამაში ხედავენ. როდესაც კანონის სახელით დავით ნარმანიას უწყება, ქალაქს ისეთ ზიანს აყენებს, რომლის გამოსწორებაც თბილისში წლების შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნება. ცენტრალურ გამზირზე ჩადგმული ცათამჯენები კი დედაქალაქს უბრალოდ აღჭობს. გამოდის, რომ მერის პოლიტიკა ახლა ანადგურებს თბილისს და თანაც კლავს მომავლის იმედს დედაქალაქში. ყველაფერი კიდიათ და ყველანი კიდი ვართ, ეს არის ესეთი უტიფარი, არა მარტო მთავრობა, მე ადამიანი არ მინახავს, აი ლაშა აბაშიძე, რომელიც არის ვიცე-მერი, რომელთანაც ჩვენ ვაწყობთ აქციას, რომ მიგვიყოს და გაგვესაუბროს სიტყვაზე ვაკის პარკზე, ადამიანი არ გვიმჩნევს. და 200 კაციან ხელმოწერაზე არ გვიმჩნევს და კიდი ვართ. მხოლოდ მას მერე, რაც ჩემ Facebook wall-ზე 300-იანი სიტყვით მიმართავ, მარტო მერე ბრაზდება და კაცური ღირსება ელახება და ძველბიჭურად ვარჩევთ საქმეს. ეს არ არიან ადამიანები, ამათან ადამიანური ენა არ გამოდის. ტროტუარი ხე სამინისტრო აკადემია ამხელა სასწავლებელთან 5 მეტრში ვინ მოგცემ შენობის აშენების უფლებას, მით უმეტეს 19 სართულიანი. ეს უკვე ჭავჭავაძის 49. ერთსართულიანი რესტორნის ნაცვლად აქ უკვე 19 სართულიანი კორპუსი აშენდება. ძველ შენობას სწრაფი ტემპებით ანგრევენ. ბეტონის ლოდებმა აქ წლების წინ დარგული ნაძვები დაფარა. სამშენებლო მოედანმა ტროტუარის ნაწილის შეჭამა. ვის და რატომ მისცეს ეს სამშენებლო ნებართვა? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ისევ მართველი კოალიციის, ამჯერად პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის შოთა ხაბარელის ინტერესს წავაწყდით. ჩვენ დოკუმენტაციიდან ვარკვევთ იმას, რომ აქ კონკრეტული ქართული ოცნების დეპუტატების, ასე ვთქვათ, ინტერესებია, ამ შემთხვევაში შოთა ხაბარელის, რომელმაც სავარაუდო და დიდი ალბათობით გამოიყენა მისი პრივილეგია და შესაბამისად ამ ადამიანს მისცეს ფაქტობრივად ტროტუარზე აი ამ მშენებლობის უფლება. ფილისელების ინტერესი ნამდვილად ეწირება ქართული ოცნების და მისი დეპუტატების ჯიბის, ასე ვთქვათ, გასქელებას. სხვა შემთხვევაში მსგავსი ნებართვების გაცემა არის წარმოუდგენელი და თბილისს ეს ყველაფერი აყენებს ზიანს და ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. არასამთავრობო სექტორს ეჭვი აქვს, რომ არა ხაბარელის პოლიტიკური გავლენები ამ მშენებლობას მწვანე შუქს არავინ აუნთებდა. პოსტსკრიპტუმი პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დაუკავშირდა. ხაბარელმა გვითხრა, რომ კორპუსს ნამდვილად ისაშენებს, რადგან ეს ტერიტორია ბანკში ჩადო, კრედიტის გადახდა ვერ მოახერხა, ამიტომ დავალიანების დაფარვის ერთადერთი გზა ცათამჯენის აშენება და მიღებული შემოსავლით ვალების დაფარვაა. ფაქტები გადავამოწმეთ. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წელს ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა კუთვნილი ქონება მისივე ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკში იპოტეკით დატვირთა და როგორც თავად ხაბარელი ყვება, მშენებლობაც ამ ვალის გადასახდელად წამოიწყო. ბანკის ვალი ქონდა და მივეცით უფლება რომ ააშენოს რაღაცა. იპოტეკა იყო ქართულ ბანკში კი ბატონო. ბანკი უნდა აიღოს ის რაც მე მეკუთვნის. ავიღე ვერ გადავიხადე და მე განაკი არ მარცხნებს ბანკიკას. ვალდებულება მაქვს ბანკისა და ეს ვალდებულება უნდა გადაუხადო თავისთავად ხადია, რაც უნდა მაგას ლაპარაკო. დეველოპერი ააშენებს ერთ-ერთი კომპანია ააშენებს და შესაბამისად ბანკს გადაუხდით იმას რა ქვია ვალს. მეტრიც არ არის კანონის გარეშე იქ არაფერი. ყველაფერი არის კანონიერი და არაფერი დარღვევა არ არის. ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში მერიაში მაღალსართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ასტრონომიული ტემპებით გასცემენ. სპეციალისტებს რჩებათ განცდა, რომ ნარმანია სადღაც ჩქარობს და სურს, რაც შეიძლება მეტი ნებართვის გაცემა მოასწროს. ეს არის დაკანონებული უკანონობა და გრძელდება
სამართლით ვაჭრობა. დასწრებაზეა ახლა რაღაც საოცარი სიჩქარით იძლევიან ასეთ უმსგავსო მშენებლობის უფლებებს და საოცარი სისწრაფით იწყებენ მშენებლობას იმისთვის რომ რაღაცას დაასწრონ. სადაც უნდათ გადაამეტებენ, სადაც არ უნდათ არ გადაამეტებენ. ეს არის ესეთი ვოლუნტარიზმი, ეს არის ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთი გამოვლინება და ეს გრძელდება. ხეების ნაცვლად თბილისში ბეტონის შენობები იზრდება. მშენებლობაში ცუდი არაფერია, ის აძლიერებს ეკონომიკას და ქმნის სამუშაო ადგილებს. თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, სად შენდება ეს ყველაფერი? მერის გაცემული ნებართვების უდიდესი ნაწილი ცენტრალურ გამზირებზე მოდის, სადაც ლამის ყველა ბარაკის ნაცვლად ახალ კორპუსს ხედავთ. ფანჯრები ერთმანეთთან ისე ახლოსაა, რომ შესაძლოა მეზობლებმა ხელი ერთმანეთს სახლიდან გაუსვლელადაც კი ჩამოართვან. ალექსიძის ქუჩა დამახინჯებული თბილისის სიმბოლოდ უკვე იქცა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მალე იგივე საფრთხე მთელ თბილისს ემუქრება. ოკუპაცია გრძელდება და რუსი სამხედროები სულ ახალ და ახალ მავთუხლართებს ამონტაჟებენ ქართულ სოფლებში. ჯარიაშენი ბოლო მაგალითი იყო ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების